მისტების წარმომადგენელი ხატია მოგესალმები. მადლობა იმისთვის, რომ გვითმობთ დროს და იღებ გადაცემაში მონაწილეობას. ხატია, გითხარით თქვენი პოზიცია გირჩის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სწორედ სავალდებულო კვოტირების გაუქმებას. ფაქტობრივად ეს ბიუროზე უკვე დაჩქარებული წესით მიიღეს და რაღაც პროცედურული დეტალები არის დარჩენილი და ოფიციალურად გაფორმდება ეს გადაწყვეტილება. რას ფიქრობთ თქვენ? აქ ხომ თავარი არის ის, რომ ეს უნდა ქართულ ოცნებას პირველ რიგში, ეხლა გირჩის იდეოლოგია გასაგებია, ცნობილია და მესმის, რომ მათ პარტიაში ქალები არ არიან, როგორც ასეთი. და როგორც ჩანს, ეს ყოველი მეოთხე ქალი, ასე ვთქვათ, მათთვის რაღაცა ტექნიკური საკითხი იყო და რაღაცა გაურთულდათ და ამიტომ ქართულ ოცნებას უნდა პირველ რიგში, იმიტომ რომ რატო არაფერი საერთო არ აქვს ამ გადაწყვეტილებას, არც თანამდებობაზე უკაცრავად, არც თანასწორობასთან, არც რა ვიცი, ქალების ანუ პოზიტიური დისკრიმინაციის რაღაც უარყოფასთან, ამას საერთო აქვს მხოლოდ და მხოლოდ იმასთან, რომ ქართულ ოცნებას სჭირდება თავიანთ სიაში უფრო მეტი ფულიანი ადამიანი, რომელიც ახლა მაჟორიტარები იყვნენ, როგორც ჩანს ისინი სიაში ვერ ხვდებოდნენ და ამიტომ გადაწყვეტეს, რომ ეს ყველაფერი შეავსონ და ამოასწრონ ქალების ხარჯზე. ზოგადად მე ჩემი პოზიცია მინდა ვთქვა კვოტებთან დაკავშირებით, ახლა კვოტა არ არის სრულყოფილი ნორმა, რა თქმა უნდა, ეს არის პოზიტიური დისკრიმინაცია, რომელიც რაღაც პერიოდის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი, თორე შემდეგ რაღაც თანასწორობის საკითხი რომ მოგვარებული იყოს, რა თქმა უნდა, რა საჭიროა მაშინ საერთოდ კვოტირება, ხო? ანუ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქალი პოლიტიკოსი, რომ ჭკვიანი, რომელსაც სჭირდება რაღაც ასპარეზი, ასეთი ქალის მოხვედრა არის ეროვნული წარმომადგენლობის ორგანოში მნიშვნელოვანი, კანონმდებლობით, რომელიც კანონმდებლობით იქნება თუნდაც განპირობებული, მაგრამ ეს რაღაც შეიტანდა ცვლილებებს, რომ გაცილებით უფრო მეტი ქალი ყოფილიყო გადაწყვეტილების მიმღები. არც ერთ პარტიაში ქალს არ აქვს ძალაუფლება, ქალებს აქვს ნაკლები ფინანსური რესურსი, ქალებს ხშირად იყენებენ ხოლმე რაღაცა თითქოს რა ვიცი, არა მხოლოდ პარტიულად, ეხლა ეს ზოგადად სოფლიოშია რაღაც შირმად, ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ აი ესეთი შეთანხმება შედგა, რაც გულისხმობს იმას, რომ გაუარეს და საარჩევნო კანონმდებლობა მე ესე ვიტყოდი და ჩემთვის ეს არის ძალიან მტკივნეული, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იყო და მაშინ ქართულმა ოცნებამ ესეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ 28 წლამდე უნდა ყოფილიყო ეს პოზიტიური დისკრიმინაცია ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე და იმ ქვეყანაში, სადაც არის ფემიციდი, ქალებს კლავენ, სადაც ქალებს არათუ განათლების შემთხვევაში მუშაობის უფლებაც არ აქვს და სერიოზული პრობლემაა და ქალების გაძლიერება პოლიტიკაში უფრო, ასე ვთქვათ, მოძლიერება, ეკონომიკურად მოძლიერება ძალიან მნიშვნელოვანი თემა უნდა იყოს და როდესაც აი ამ სიტუაციაში მართლაც კვოტას აუქმებენ, გეგონება სხვა პრობლემა ქვეყანაში არ იყო. ანუ აღარ გვაქვს, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა, აღარ არსებობს კორუფცია ქვეყანაში, აღარ არსებობს სასამართლო სისტემა, სისტემის პრობლემა, აღარ არსებობს სხვა არც ერთი პრობლემა და მაინც ქალები აღმოჩნდნენ პარლამენტში პრობლემა და როგორც ჩანს ქალები არიან ოცნების პრობლემა პარლამენტში, ეს ძალიან ბევრჯერ წამოწდა ქართულ ოცნებას და მათ ლიდერებს და ამიტომ ეხა გადაწყვეტეს, რომ რაც ნაკლები ქალი იქნება პარლამენტში, მით უფრო და რაც უფრო მეტი ფულიანი კაც ჩასვავენ საკუთარ სიაში, მით უფრო მათთვის იქნება მომგებიანი. ეს არის და ეს. არაფერი ამას თანასწორობასთან არ აქვს და არც რაიმე სახის, ასე ვთქვათ, დისკრიმინაციის გაუქმებასთან. კი ბატონო, გასაგებია. ხალხო ხატია, კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით მინდა რომ დაგისვათ შეკითხვა, ეს ეხება ჟურნალისტურ საგამოძიებო. უბრალოდ ერთი რამ აინტერესებს, ეხლა აი კალანდარიშვილის თემაზე მე ძალიან მიყვარს გირჩების მხრიდან, ეხლა მე ვიცი მათი პოზიცია, თქვათ, კვოტირებასთან დაკავშირებით, ეს ჩემთვის სიახლე არ არის, მაგრამ რა ვიცი, ეხლა ესე რატო არ იბრძოლეს მაგალითად ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით, ეხლა ცოტა უცნაურია, თუ აი ესეთი რაღაცა, თქვათ, მნიშვნელოვანი თემები იყო თუ მარტო ქალები არის პრობლემა. უბრალოდ ჩემთვის არის ცოტა გაურკვეველი, ხო? იმიტომ რომ კალანდარიშვილი ეხა ანუ რა თემა ისეთია, რომ კალანდარიშვილი უნდა არჩეულიყო მაინც მათი მხარდაჭერით. მაინც აირჩევდნენ კალანდარიშვილს და მაინც ის ჩაატარებდა არჩევნებს. ამიტომ ხელოვნურად მეჩვენება ეს ყველაფერი და სამწუხაროა, რომ აი ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც სასამართლოში უმძიმესი მდგომარეობა იმიგრანტებს არ აძლევენ ხმის მიცემის საშუალებას და უფლებას, რაღაცა მიადგნენ და ქალის კვოტირება გააუქმეს. ეს პირველ რიგში ქართული ოცნების დამსახურებით.
კი ბატონო და ქალბატონ ხატია უნდა გკითხოთ სავარაუდოდ თქვენს გაეცნობოდით ნახავდით ჟურნალისტურ გამოძიებებს მათ შორის შპიგელის მიერ მომზადებულ საგამოძიებო რეპორტაჟს ხომ აი რა სიტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით მე ქართული ოცნების წარმომადგენლების კომენტარები გავუშვი პირდაპირ ეთერში და აი რაღაცა ისინი კვლავ თავის ჟანრში რჩებიან მოკლედ ანტიქართული პროპაგანდის გასაშლელად სჭირდებათ და ასეთი შინაარსის კომენტარები ჰქონდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს. რამდენად მნიშვნელოვანი საკითხია ეს? ხო, ანუ მე მახსოვს, რომ თქვენც გააშუქებთ ამ თემას, ეს არ არის პირველ რიგში ახალი. თქვენ გახსოვთ, ერთ-ერთი გამოძიება იყო მედუზას გამოძიება, თუ არ ვცდები, სადაც რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტები საუბრობდნენ იმაზე, რომ მათ სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ქვეყანაში და ერთ-ერთი საქართველო იყო, გახსოვთ ალბათ, ხო, რომ გაუჩნდათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. და საქმე იყო, ისინი ამბობდნენ, რომ რაღაც ჩაიში ჩაუყარეს და ისინი ამბობდნენ, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, ეს მოხდა თბილისში, ეს მოხდა თორსად გერმანია იყო თუ პრაღა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ფაქტი რას უთითებს, ეხლა მე არაფრის მტკიცება არ შემიძლია გულწრფელად რომ გითხრათ, მე არ მაქვს რაღაც მასალა გარდა იმისა, რაც საჯაროდ გავსოლდა, მაგრამ სამწუხაროა, რომ აი მაგალითად რუსული სპეცსამსახურებისთვის ნოყიერი ნიადაგი იქმნება ამ პერიოდის განმავლობაში და უფრო მეცად გეტყვით, რომ აი როდესაც რუს ოპოზიციონერებს, ბელორუს ოპოზიციონერებს, ადამიანებს, ვინც არიან დისიდენტები წლების განმავლობაში რუსეთი, ხო? ახლა რუსეთში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანები, რომელიც წინააღმდეგარი პუტინის რეჟიმის, ასეთ ადამიანებს ხშირად შემოსვლაზე პრობლემა ექნებათ, მაგრამ სამაგეროდ ხედავთ, რომ ესეთი რაღაც რუსული სპეცსამსახურები აქ კიდევ უფრო იკიდებენ ფეხს. ამიტომ ახლა ხელისუფლება რას უნდა აკეთებდეს? გამოძიება უნდა ეთანამშრომლებოდეს საერთაშორისო პარტნიორებს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია იციან ამ მიმართულებით და რაღაც კონკრეტულად აქვს რაღაც მოქმედების სქემა. ყოველ შემთხვევაში მე გულისხმობ იმას, რომ თქვათ, ან თხოვენ ინფორმაციას ჩვენ სპეცსამსახურებს, იმიტომ რომ რამდენადაც ამბობენ, აქაც ამბობდა ბატონი ლილუაშვილი, რომ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების და ჩვენი პარტნიორების სპეციალურ სამსახურებთან. ამიტომ ზოგადად რომ გითხრათ ძალიან გულდასაწყვეტია, აი ყველა ეს მიმართულება და განსაკუთრებით უსაფრთხოების საკითხები რამდენად უკანა ხაზზე არის გადაწეული და მე არც მაქვს არც გამოძიების იმედი, მე არც მაქვს არც რაიმე სახის ობიექტური ინფორმაციის მოპოვების იმედი. ერთადერთი რაც არის აქ ცნობილი არის ის, რომ სამწუხაროდ ესეთი მასალა ხშირად ჩნდება ხოლმე საერთაშორისო პრესაში, რომელზეც აქტიურად მითითებაა საქართველოს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. კი ბატონო, და იქ ალბათ ხატია თქვენ ახსენეთ ასევე სასამართლოს თემა და ამაზეც აუცილებლად უნდა გკითხოთ. დღესაც იყო კომენტარები, აი ვოლსკის კომენტარს ვკითხულობ, რომ აი საქართველო არ იმსახურებს დამცირებას, რაღაცა ეს ჩვენი შეურაცხყოფა, ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტის შეურაცხყოფა. აი თუ შეგიძლიათ გითხრათ, აი რაში მდგომარეობს მართლა ის ისტერიკა, რომელიც დაიმართეს როგორც მოსამართლეებმა, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სწორედ მას შემდეგ, რაც დაიწყო საუბარი ეგრეთ წოდებული ვეთინგის სისტემაზე. ხომ აი ფაქტია მათი განცხადებები, იგივე თადუმაძის ჩანაწერსაც მოისმენდით, ხო, რომელიც ძალიან გაღიზიანებული და გაბრაზებული ჩანდა აი ამ ყველაფრითაც. აი რა შთაბეჭდილება გრჩებათ ხატია თქვენ? იცით რა, ისეთი წინააღმდეგობა ხდება ქართული ოცნების მხრიდან ამ მნიშვნელოვან საკითხს, რომ ფაქტია, რომ ისე არ არის რაღაც, რაც საჭიროა რომ იყოს. იმიტომ რომ ესეთი წინააღმდეგობა ძალიან იშვიათად, აი მაგალითად მე რამოდენიმეჯერ მახსოვს ესეთი რაღაცა მასირებული შეტევა ქართული ოცნების და სასამართლო სისტემის იმ კლანის, უბრალოდ რომ სასამართლოში მე ვიცნობ ძალიან ბევრ ღირსეულ ადამიანს და ყველა იცნობს და ძალიან ბევრია ესეთი ადამიანი. მაგრამ ფაქტი ჩემთვის რა არის? პირველი ეს არის, რომ ახლა მურუსიძე და ჩინჩალაძეს რომ შემოასაღებ საზოგადოებას როგორც სისტემის მსხვერპლს ძალიან დიდი ბოდიში აქ ყველაფერი დასრულებულია და დასრულებულია ნებისმიერი სახის არგუმენტაცია კეთილს ინდისიერების სისტემაზე, იმიტომ რომ მურუსიძეო არისო კეთილისიო სისტემის მსხვერპლი, ანუ მურუსიძეზე არის საუბარი, ხო? ეხლა ჩემთვის მაგალითად მე ვფიქრობ, რომ არაფერი დასამალი ადამიანს არ უნდა ქონდეს თუ არ კეთილს ინდისიერების
განხორციელების სისტემაში ჩართვა. ხა მე რომ მითხრა რომ შენზე არის დამოკიდებული ევროინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რა ვიცი მე ყველაფერს გავაკეთებ, ხო? ანუ რაც ჩემს კომპეტენციაში იქნება და რაც ჩემს ზოგადად არეალში იქნება, მაგრამ რისი ეშინიათ, ანუ რა შემოწმების ეშინიათ თუ ყველაფერი წესრიგშია, მე არ მესმის, მაგრამ კიდევ იმეორებ, აქ ყველაფერი გასაგებია, როდესაც კლანს შენ სისტემის ცხრპლად ასაღებ, ხო? ანუ ესე ღიად და თვალებში ნაცარს გვაყრი, რა თქმა უნდა, ეს არის ყველაფრის მაჩვენებელი და როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას გადაწყვეტილი აქვს, რომ ყველაფერი გადადოს უკან, დახიოს ქვეყანა უკან სასამართლო სისტემის გამო, რა ვიცი, ქართული ოცნების გამარჯვების გამო, ივანიშვილის გამარჯვების გამო, მონოპოლიზაციის, ძალაუფლების მონოპოლიზაციის გამო, ამიტომ მე ამას განვიხილავ როგორც ტანდემს და ურთიერთ შანტაჟს ქართული ოცნებისა და სასამართლოს კლანს შორის. ერთიც აშანტაჟებს მეორეს და მეორეც აშანტაჟებს პირველს. აი ეს არის მათი ურთიერთობა ძირითადად. კი ბატონო და ხატია გაზარალდება ქვეყნის ევროინტეგრაცია. კი ბატონო და ხატია ვიცი რომ გეჩქარება, ამიტომ ბოლო კითხვას დაგესვამ ემიგრანტებთან დაკავშირებით, არ ვიცი მოისმინე თუ არა ღარიბაშვილის კომენტარი კვირას, რომ ვინ უშლით ჩამოვიდნენ და აქ მისცენო ხმაო ემიგრანტებთან დაკავშირებით, როდესაც დაუსვეს შეკითხვა, აი რა სიტყვით ამაზე? სიმართლე გითხრათ, ღარიბაშვილზე ზედმეტი ენერგიის დახარჯვა უკვე აღარ ძლიერს, მე ვფიქრობ, არავისი ჩვენთაგანის, იმიტომ რომ ხა თვითონ ბიძინა ივანიშვილმა ორჯერ მოისროლა, ხო? ანუ რაღაც თანამდებობიდან იცის ძალიან კარგად მანაც რას წარმოადგენს ირაკლი ღარიბაშვილი, უბრალოდ აქაც რაღაც როგორც ჩანს ისიც სივრცეს ეძებს მისთვის, იმიტომ რომ ისიც ხომ ისი უშუალო და დასმული ადამიანი იყო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს დამოკიდებულება მისი კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორი ადამიანია იგი, ხო? ხა შეიძლება რაღაც არ იყო კარგი ჩინოვნიკი, მაგრამ ადამიანი იყო ნორმალური და მორალური რაღაც საფუძველი ჰქონდა იმის რომ თუნდაც შენ თქვათ გენდნონ ადამიანები, ანუ რაღაცა ნდობა გამოგიცხადონ. ანუ როდესაც ემიგრანტს, რომელიც წასულია მექსიკით, გადახდილი აქვს ფული, ბავშვებით, მერე იქ იყო საემიგრაციო რაღაც თქვათ რაღაც ადგილას მთელი თვეების განმავლობაში, ან დედები, ჩვენი დები, კაცები, ქალები არ აქვს მნიშვნელობა, დატოვებული ოჯახები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ამ ადამიანებს ეუბნებ რომ ჩამოდი. ანუ მას რა გონია რომ თქვათ ის 500 евро, რომელიც უნდა გადაიხადონ ბილეთში, ეს 500 евро მათთვის არაფერი არ არის, როგორც ჩანს ახლა არის. ძალიან ბევრი ოჯახია, რომელიც 500 ევროს ვერ მოაგროვებს წლების განმავლობაში, თვეების განმავლობაში. ამიტომ ჩემთვის ეს არის გულგრილი დამოკიდებულება და პირველ რიგში ის რომ იციან რომ რაღაცა ყველა არის მათ წინააღმდეგ და რა თქმა უნდა აინტერესებთ კონსოლიდაცია, ხელისუფლების მობილიზაცია და ის ადამიანები, ვინც მათ მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი, მათთვის არის მეორე ხარისხოვანი. ჩვენ მათთვის ვართ მეორე ხარისხოვანი ადამიანები. აი პირდაპირ შემიძლია ესე ვთქვა და სწორედ ამიტომ აქვს ეს დამოკიდებულება, როგორიც აქვს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ხატია, მადლობა იმისთვის რომ გაგვითმეთ დრო და